მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. ბედნიერ დღეს გისურვებთ. წარმატებულს ვიმყოფებით თბილისი live show 2025 წელი. სადაც არის ძალიან ბევრი არის განების და ხანჯლების კეთებლები, მწარმოებლები და ასე შემდეგ. დავიწყოთ და მე სათითაოდ გადავიღებ. ძალიან უნიკალური სტენდებია. ძალიან კარგი ნამუშევრებია. მოგესალმებით ბატონებო. ჩვენი ძმა იუთუბერი ბატონი ზურაბი და ბატონი დავითი დავიცადა. აჰა, იქ არის. ჩემი გაკეთებული თოფეთი საკითხია. ვა, უნდა ვნახოთ. ნახო კი არა, დაჟე უნდა შევეძინო. მივალ მაგამდე. მე მგონი ჯობია სათითაოდ გადავიღო ეს იარაღები. იმდენია რომ ყველა სტენდთან მე იარაღის მტარებლებო, ვისაც გინდათ კარგი კაბურები აგერ არის. ბატონო თავის სერტიფიკატით, თავის ტელეფონის ნომრით, სადა ტელეფონის ნომერი. რომ გადავიღო. არა, პირიქით მოატრიალა. აი. თუნდაც დაგჭირდებათ, შეუგვეთავთ. ვისაც სამსახურეობრივად გჭირდებათ, ვისაც სტარების უფლება გაქვთ, მშვენიერი გაბურები. გამარჯობათ, გილოცავთ კიდევ ერთხელ. მრავალი კარგი დღეები. კანონმდებლობა ცივი არ არის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ძმა გიორგი ლესე. კი, მოგესალმებით. ილოცავ და თუ იმას გინდათ დარნის სწორად და ლამაზად და კარგად გალესვა, მობრძანდით ლესეში. მოვედი. სულ რო შენი გვიღებ, ერთხელ მეც უნდა გადაგიღო. ჩვენი ძმა და მეგობარი. ბატონი ვანო, ბატონი დავითი. ესე იგი 3000 ვიდეო აქვს გადაღებული YouTube-ზე, არა? ეს ჩვენი შემოქმედი კოლექტივის ცალკეც უნდა გადავიღო თქვენი ნაშრომი. ვარა, მაგრამ გიმუშავე ამ ლულაზე. უარზე ორნამენტი. 12 კალიბრია უეჭველი. ძველია, 76 სანტიმეტრიანი ლულა იქნება. მაგრამ გემუშავნია, ცალკე გადავიღებ კიდე. ფასი 2000 ლარი? მეტია რაღაც. $2000 მაგარი გაიფასე. შვენიერი ხანჯლები, ხმლები. მოვედით იმ სივრცეში, სადაც ხირიმები და დამბაჩებია და ჩვენი ძმა თავარი მეიარაღე. საქართველოს თავარი მეიარაღეს მივესალმე. მე ხო ვერ მოვედი შენ. არა, აი ნაწილობრივ მოვედი. წელს წარმოდგენილი გვაქვს თოფები, აი. ბოლო მე და თქვენ უნდა დავმეგობრდეთ. თუ იარაღო და მე იარაღე უნდა დავმეგობრდეთ. მოგზავნით. ქართული იარაღის მუზეუმი გელოდებათ პატიჟებს. YouTube არხი უიარაღო. კი, გამოწერილი მაგ. იგენაც. და სურათი მიდევს საინტერესო. ძალიან.
ჩემი დიდი პაპის. აქ თუ გინდათ გეტყვით რა პატარა განსხვავება. მერე მოვალ. კი ბატონო. და პატარა ვიდეოს გავაკეთებ შენს. ძველი ქართული სტილი. ხელით ნამუშევარი. რა თქმა უნდა, იაპონური კატანა ქართულ ნამუშევრად. და ძალიან ეს უფრო ტანტოა, ხო, მოკლე კატანა. ტანტოა. აი ეს დანა მეცნო, გადაღებული მაქვს და YouTube-ზე კაი ნახვებია. წინა გამოფენაზე გადავიღე თორცდები. რა თქმა უნდა, ბატონ ვლადიმერს მივესალმები. ჩვენ ძმას და მეგობარს. ოღარ ჯამ. ენაცვალე. და ამის ფასი ამაზონ. გამარჯობა ზეა. როგორ ძანდები? გილოცავთ. აი ხარ. საინტერესო ნამუშევარია, მას შემდეგ გადავიღებ. თქვენ საიდან ბრძანაო? უცხოელი მეგობრები და მათი ნამუშევრები. რა თქმა უნდა, მოვედით ბატონი გოჩა ლაღიძის სტენდთან. მოკლედ ჩვენმა ნაშრომმა 50,000-ზე მეტი გამოხმაურება ესე ჩემია. ჩემ არხზე ძალიან ბევრი ნახვები გაქვს. მე კიდე ცალკე გადავიღებ შორტს. კი, მაგარი რამე. ესე ჩემია. შენიერი. ის კნოპკიანი შენი კიდე? არა, ვინ მოგვას რო ვერ გავიგე. ვაღარ ციხებს იქიდან 11 საათზე მოვედი დილით, სანამ გაიხსნები. ეს ერთი მხარე. არ მინდა რომ ლესეს მერე მოვაკითხავ. რა თქმა უნდა, ჩვენ ძმას და მეგობარს მივესალმები და მიულოცავ. მოგიჩახენ. კი, მარაში ამის დამჭოდი. ძალიან მურტლად გაგიჭრია. სუდაც. წარმატებებს გისურვებ. live shows. ვაისურები. ძალიან საინტერესო ენციკლოპედია, ხო, ქართული საჭურველის. აი, აქ არის ძალიან ლამაზი ნამუშევარი. ესენი საჩუქრებია, ხო? პრიზები. მოგესალმებათ YouTube არქივი არაო. მოგესალმებათ YouTube არქივი არაო. ამ სურათზე შენი დიდი ბაბაც არის, რო იცი. ძალიან მომწონს ამ კაცის ნამუშევრები, სულ მომწონდა და ძალიან კარგი ჩვენებები აქვს ჩემთან არხზე. გამოდენიმე დავდები და კარგი. თქვენ ნამუშევრები ტიტანი? აღარ ნამუშევრები. სადა, ლამაზი და პრაქტიკული.
პირი რა ფოლადია? კარგი. აი კაც წარმატებებს გისურვებ. აი ამ კაც შექმნილია ეს თარი ტიტანია, პირი მაგნაკატი. ეს ანტიკები ყველაფერი შენი გაკეთებული ბალათიც. ანუ ჩარხსეც მუშაობ რეზბაზეც, ბალათიც. ახლოდან მინდა გადავიღო ესეთი ნამუშევრები. ძალიან სადადანებია, მაგრამ ძალიან პრაქტიკულია. ახლა მე მაგ დარების უფლება და ჩემთვის ახლა ჯიბის დანათ იდეალურია. მართალი გითხრა მძიმეც არ იქნება ეს, ახლა იქნება 1,70 გრამი. არ იქნება მეტი. მე ახლა ეს მაქვს 53 გრამია ჩემი დანა და სადღაც ცოტათი მეტი იქნება რა. ჯიბეში ვერც იგრძნობ ფაქტიურად. Shit. რა თქმა უნდა, იაპონური კულტურის გარეშე ვერ გაივლიდა ეს გამოფენა და ძალიან კარგი ტანტო და კატანებია წარმოდგენილი. ეს თქვენი ნაჭედი ფოლადი იქნება უეჭველი. ცნობილია თქვენი ნაჭედი ფოლადი. გუიარაღო მიესალმება ბატონ ბატას ჩემ ძმას. აი ეს კაცი არის ჩემი სულის ძმა. ჩვენ თანამებრძოლები ვიყავ. შენ გეტყვი. მე მოვალ კიდე ცალ. როგორ მოგეწონა ჩემი არსი? მობძაინთ თორემ რა თქმა უნდა ეს ძალიან საინტერესო სტენდია თავის ძალიან საინტერესო ნამუშევრებით. აიце ჩემიო. ესენი სათითაოთაა გადასაღები. იმდენად უნიკალური ნამუშევრები. მეცნობა იქიდან გადაღებული წინა გამოფენას. მოგესალმებით. როგორ გიგიჩათ? დიდი სიყვარულით. მოკლედ ამ კაცთან სულ ხელით და სულ უნიკალური ნამუშევრები. რო არ მეორდება არც ერთი არსად ისეთი.
მე მოვალ სათითაოდ გადავ. რა თქმა უნდა, ავალიანების სტენდი ყოველთვის საინტერესოა. ეს კიდე დანები თავის გასაფორმებელი ბუსინგებით და ყველანაირი საშუალებებით. ძალიან საინტერესო დანები თავის ისტორიით. ვეტყოდი მე ამ სტენდს. იმიტომ რომ აქ ჩემი ბავშვობა ცდებს. მე მგონი ეს ავალიანების ეს ზაზავალიანის ნამუშევარი ხო არა? მეცნობა თავის ჩამკეტით. სულ საინტერესო კაცი ხარ მოკლედ. ეს წინა იმიდან მახსოვს. ძალიან მაგარი ნამუშევარი. მოკლედ სატარე და პირები. საინტერესო ფოლადებით 690 X12 MF-ი ეს რა ფოლადია? ოუ, კაი. კარგია. და სტაბილიზირებული ხის ტარების კარგი. ჩვენიერი. ერთ-ერთი ულამაზესი სტენდი თავის ლამაზი ნამუშევრებით. ეს კანადურია, ხო? ჭედელი და სამწუხაროდ ნამუშევრები ვიცნობ, რა დიდვატის. მოგესალმებით. გილოცავთ წარმატებებს. მოვედი ჩვენ მეგობრებთან მედანესთან. ძალიან საინტერესო დანები და კარგი ფასები. გილოცავთ ჩვენი ძმა და მეგობარი საინტერესო დანებით და კარგი ფასებით. ჩვენი ძმები გორგილაძეები. თავიანთი ნამუშევრებით. ეს რა ლამაზი რამე, მე გადავიდეთ. ძალიან კარგი ნამუშევრები. მოგწონს?
ხოდიშვილო არაპრაქტიკული პირია. არაპრაქტიკული პირია. შენ დანას ამუშავე. შენ ისი არ ატასავ დანას და შენ რო დანას ამუშავე, იმენ უნდა გაგიჭრას პროდუქტი, ხორცი და ასე შემდეგ. ისე რომ ეს ორი, ეს 2000. ეს მოიცი. ეს არის აგის. საფედროვარია. ძალიან ბევრი დანებია წარმოდგენილი და მინდა რომ ყველა თითქმის გაჩვენოთ. ხალხიც ბევრია. ხალხიც ბევრია და სავსეა სამხელა დარბაზი. ძალიან საინტერესო ნამუშევრები. რა თქმა უნდა, ხელით შესრულებული. მოკლედ დავარტყით წრე და დროებით გემშვიდობებით.